საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პუტინის ხუმრობაში რუსი და უკრაინელი ერების შეურაცხყოფა ამოიკითხა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინული ტელეკომპანია შუსტერ ლაივის პირდაპირ ეთერში გააკეთა. პუტინი ჩემი სხეულის იმ ნაწილით დაკიდებას მპირდებოდა, რომლის შესახებაც ხმამაღლა ვერ ვიტყვი, თუმცა რომელიც ყველა მამაკაცისთვის, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ნაწილია და ქალ პოლიტიკოსაც კი სჭირდება. ახლა ეს ადამიანი ჩემი ჰალსტუხის შესახებ საუბრობს. აქ ერთი კარგი ახალი ამბავია, მან ცოტა მაღლა ჰალსტუხამდე აიწია, ასე უფრო მშვიდად გვგრძნობ თავს, აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, პუტინის განცხადებები უკრაინის შეურაცხყოფაა. ასეთი ტონით ვინმეზე ან რაიმეს მიმართ საუბარი რუსიერის შეურაცხყოფაა, რომელსაც მე პატივს ვცემ, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპული განვითარების გზით მიდიან, მაშინ როცა რუსეთს სურს ჩვენს საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს. ეს მას არ გამოუვა, განაცხადა სააკაშვილმა. რუსული სააგენტოები შენიშნავენ, რომ 20 ნოემბერს იალტაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ურჩია საქართველოს პრეზიდენტთან ვახშამზე ჰალსტუხის გარეშე მისულიყო. პუტინმა თავისი ხუმრობით 2008 წლის აგვისტოში BBC-ს ეთერში გასულ კადრებზე მეანიშნა.